რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ობიექტების გახსნა ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის, ზოგადად წარმოების განვითარება და მით უმეტეს ინდუსტრიული წარმოების განვითარება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკისთვის. დღეს გავხსენით მეტალურგიული ქარხანა, სადაც ხდება armaturis წარმოება, იგეგმება ამ წარმოების კიდევ უფრო მეტად გაფართოება, 400-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული, ყველა თვალსაზრისით ბუნებრივია ჩვენ მაქსიმალურად ხელშეუწყობთ ასეთი პროექტების განხორციელებას, მადლობა მინდა გადავხადო კიდევ ერთხელ კომპანიის დამფუძნებლებს იმისათვის, რომ განახორციელეს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, პრეზიდენტმა შეიწყალა ჯაფარიძე ხაზარაძე და ახსნეს იმით, რომ არავის არ უნდა დარჩეს განცდა და ამდე იფიქრეს, რომ კონკრეტულად გარემოში არ ხდება არჩევნები ჩვენს ქვეყანაში, საუბარია თვითონ პროცესზე ბუნებრივია. თქვენი შეფასება როგორ იქნება პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით? ჩვენ რა თქმა უნდა პატივსცემთ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყავილაშვილის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულებას აჩვენებს ზოგადად ხელისუფლების პრეზიდენტის პარტოგაგებით ხელისუფლების ნაწილია ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი. დამოკიდებულება არის ეს, ხო, თავის დროზე თქვენ იცით, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან. ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის. რაც შეეხება გახარიალებს არჩევნებში 27 ოლქში კანდიდატი არ ყავთ, მერობის კანდიდატი მარწყო 64-დან მხოლოდ 37-ში ეყოლებათ, რასთან აქვს საქმე ვერ მოაგროვეს ხალხი. თვითონ მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლება, როდესაც 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებ კანდიდატის დაყენებას, ეს არის იმის ნიშანი, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. სადაც დააყენეს, იქაც ჯობდა არ დაეყენებინათ. თბილისში მაგალითად ლელოს თანამშრომელია დაყენებული ეს ადამიანი. დაკავებული იყო რითი მაგალითად, რომ ხაზარაძე ყოველთვის აგზავნიდა ამ ადამიანს პირველში პარკით ხელში, მიქონდა 200,000 ლარი ყოველთვიურად ტელევიზიაში. ასეთი საქმიანობით იყო დაკავებული, ახლა ლელოს ეს თანამშრომელი არის დაყენებული კანდიდატად. თავის დროზე ამბობდნენ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი უნდა შეერჩიათ, თუმცა ხედავთ, რომ ესეც ვერ მოახერხეს. ასეთია დღეს თლიანობაში ოპოზიციის მდგომარეობა, რაც ჩვენთვის კარგია, ხო, ეს ჩვენთვის აიოლებს საქმეს. განვითარებული მოვლენები ვნახეთ 2 დღის ჩვენ საუბარია, ასე რომ ვთქვათ, იმ ინციდენტზე, რაც ვიხილეთ და რა ფრაზებიც მოვისმინეთ ჩვენ ბექრაუდი შარიას მისამართით. ეს ადამიანი არის ბავშვთა ფსიქოლოგი ელენე ბერიკაშვილის საუბარი და მან პოსტიც გამოაქვეყნა მოგვიანებით, სადაც წერს, რომ ვერ ვიტყვი, რომ გამიხარდება მისი სიკვდილი, ის ჩემთვის უბრალოდ არარაობაა და მის მიმართ არანაირი მორალი არ გამოჩნდა. აი ამ პოზიციას პირველ რიგში ტრაგიკულია ეს, რომ ასეთ ადამიანს ბავშვებთან აქვს შეხება, მით უმეტეს როგორც ფსიქოლოგს, მართლა უნდა დაინტერესდეს, არ ვიცი როგორ ხდება საკითხები დაინტერესება, შესაბამის დარგის წარმომადგენლები უნდა დაინტერესდნენ ალბათ ამ ყველაფრით და ზოგადად რა თქმა უნდა ასეთი ფრაზები, ასეთი ქმედებები აჩვენებს ძალიანად იმ ადამიანების სახეს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, აბსოლუტურად სახელდაგარგული ადამიანები არიან. არც მინდა რაღაცა შეფასები გავაკეთო, იმდენად მძიმე შეფასებას იმსახურებენ ისინი, ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ სამწუხაროდ დაკარგული. ეს არის რადიკალური ოპოზიციის ტრაგიკული მდგომარეობა, ხო? ისინი არიან ნაცი ტიტუშკები, ნაცი აქტივისტები, ნაცი ორკები, სხვანაირად არ შეიძლება მათ ასე ვთქვათ სახელი დავარქვათ. ჩვენ მზად ვართ მათ ხელი გაუწოდოთ, თუ შესაძლებელია მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოყვანის კუთხით. ჩვენ იმედი გვაქვს საბოლოო ჯამში ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, იმედი გვაქვს რომ ისინი დაძლევენ ამ უმძიმეს მდგომარეობას და დაიბრუნებენ ადამიანურ სახეს. პატა ბუჭულაძე და ლევან ხაბეიშვილი კვლავ ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან დამხობაზე საუბრობენ, როგორ შევაფასებთ, რას ნიშნავს მათი განცხადებები? ახლა თვითონ სახელები და გვარები გეუბნებათ ყველაფერს, ხო როგორ შეიძლება ამ ორი ადამიანის საუბარი ჩვენ სერიოზულად აღვიქვათ. თუმცა კიდევ ერთხელ ესეც აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს, ხო ისინი გამუდმებით მთელი ამ წლების განმავლობაში საუბრობენ დამხობაზე, რევოლუციაზე. მე რა რომ არ გამოდით, მაინც
ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სახეზე, მათ სულისკვეთებაზე, მათ ამოგიდებულებაზე, ასე მოქმედებენ უცხოელი აგენტები. ბუნებრივია, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მიცემს არ მშვიდობიანი, არც არ მშვიდობიანი დამხობის საშუალებას, როგორც ჩვენ პირდებოდით საზოგადოებას მთელი ამ წლების მანძილზე, რომ ამ საშუალებას არავის მივცემდით და ვასრულებდით ამ პირობას, ასევე პირდებით ახლაც და ამ პირობასაც აუცილებლად შევასრულებთ. არასამთავრობო ორგანიზაციების გამოკითხვა. პარლამენტის დადგენილება საკონსულტაციო კომისიასთან გაგრძელება იქნება ამ დასაწყისს. ჩვენი მიზანი იცით, რაც არის, უნდა მომზადდეს კონსტიტუციური სარჩელი ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იწოდებიან რადიკალურ ოპოზიციად, კოლექტიურ ნაცმოძრაობად, მთლიანობაში წარმოადგენენ საფრთხეს კონსტიტუციური წყობილებისთვის. ისინი, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას და ახლაც, როდესაც არიან ოპოზიციაში, ამ 13 წლის განმავლობაში პირდაპირ ისინი უპირისპირდებიან ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი. რა თქმა უნდა, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს საქმე, შესაბამისად ჩვენ ვფიქრობ, უნდა მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმისათვის, რომ დადგინდეს სამართლებრივი ჭეშმარიტება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. არ შეიძლება ასეთმა ადამიანებმა, უცხოელმა აგენტებმა გარედაკვეთით მუდმივად რაღაცა შფოთვის რეჟიმში ამყოფონ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს სხვა პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენ გვინდა საბოლოოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა და ამისათვის უცხოელი აგენტებისგან შემდგარი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის დასრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი. არასამთავრობო ორგანიზაციების გამოკითხვა გრძელდება საბოტაჟი და ფულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე. დღეს თამთა მიქელაძე გამოიკითხება, რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამოძიება და რას ხედავთ, რა როლი ჰქონდათ არასამთავრობოებს ძალადობრივ აქციებში. თქვენ იცით, რომ წლების მანძილზე ეს NGO-ები ფინანსდებოდნენ გარედან და ისინი ამ წლების მანძილზე იყვნენ ჩართული რევოლუციურ პროცესებში, რადიკალურ პროცესებში და ისინი პირდაპირ იყვნენ შერწყმული კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან, რადიკალურ ოპოზიციასთან და ამისათვის ისინი იყენებდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის უცხოურ დაფინანსებას. ხო არ შეიძლება საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდეს პოლიტიკა საქართველოში, ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბუნებრივია გამოძიება დაინტერესდეს ყველა ფაქტით, რომელიც უკავშირდება გარე დაფინანსებით პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას, საარჩევნო პროცესებში ჩარევას და მით უმეტეს, რომელიც უკავშირდება გარე დაფინანსებით რადიკალიზმის ხარდაჭერას საქართველოში. რაც შეეხება კალათბურთის სუბსიდირებულ რეისს თბილისის ლიგის მიმართულებით, პირველ რიგში მინდა მიულოცო ჩვენს ნაკრებს ერთფინალში გასვლა, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი წარმატება. ევროპის 16 გუნდს შორის მოხდა ჩვენი საკალათბურთო ნაკრები და თითოეულ კალათბურთელს მინდა მადლობა გადაუხადო თავდადებისთვის. არც ერთ თამაში მათ თავი არ დაუზოგავთ და მინდა ერთფინალში წარმატებები უსურვო. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ქართველი გულშემატკივარი იყოს სათანადო წარმოდგენილი რიგაში თამაშებზე და შესაბამისად ამისათვის მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერების სუბსიდირება და 195 ევრო იქნება ერთი რეისის პასი და გულშემატკივრებს შეეძლებათ რიგაში თამაშზე დასწრება სუბსიდირებული ბილეთების გამოყენებით. ხაზარაძე ჯაფარიძის თემას რომ მოუბრუნდეთ, ბატონო ირაკლი, პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო ოპოზიციური პარტიების ლელოს ლიდერებს ესმიან თავს და მოუწოდებენ, რომ შეწყალებაზე და არჩევნებზე უარი თქვან. თქვენი შეფასებით რას ემსახურება ოპოზიციის ეს სპეკულაციები? კარგია ასეთი არეულობა რადიკალური ოპოზიციის შიგნით. თქვენ ხედავთ, რომ არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, არის ორი პარტია, რომელიც ამას ღალატად აცხადებს, თავის დროს ისინი იყვნენ ერთად ასე ვთქვათ შეკრული საერთო მიზნების გარშემო. ახლა მათ შორის არის ტაქტიკური განხეთქილებები, პირდაპირ მოღალატებად გამოაცხადეს ლელო და გახარია არჩევნებში მონაწილეობისთვის, ნაცმოძრაობის და ახალის წარმომადგენლება. რა თქმა უნდა, ეს პროცესები კარგია იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. ჩვენ ვართ ორიენტირებული ამჯერად მაქსიმალურად არჩევნების სრულად მოგებაზე. ჩვენი მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა, ისე მოვიგეთ უკვე თორსების ზუსტად 24 მერის არჩევნები, სადაც კონკურენტი უბრალოდ არ ყავს. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები დასრულდება 64 მუნიციპალიტეტში ქართული ოსტების მიერ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებით და ჩვენ ვიზეიმებთ ერთად მეათე საიუბილეო გამარჯვებას. და სპორტულ ინფრასტრუქტურაზე გავაგრძელებ ინფრასტრუქტურის
განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მარგლებში ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ფონდების ეროვნულ სააგენტომ სპორტის აკადემია 20 წლის ვადით გადაცა სიურს. ზოგადად რომ გითხრათ ამ აღზრდით კონკრეტულად ასევე ზოგადად სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს რას ეწყობს? მე მოხარული ვარ რომ ჩვენს მიერ დაანონსებული პროგრამის მიმართ ინტერესი არის ძალიან მაღალი, უამრავი მომართვაა. თქვენ იცით რომ ჩვენ 20 წლის გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ისეთ სუბიექტებს, რომლებსაც სურთ საკუთარი ხარჯებით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ინვესტიციის ჩადება, 10 წლის განმავლობაში ისინი პრაქტიკულად გათავისუფლებული იქნებიან იჯარის გადასახადისგან და შემდეგი მომდენო 10 წლის განმავლობაში გადაეხდიან საბაზრო ღირებულების შესაბამისად იჯარის გადასახადს. ინტერესი არის ძალიან მაღალი და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ზოგადად სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. თქვენ ხედავთ რომ წლიდან წლამდე ვითარდება სპორტი საქართველოში, სულ უფრო მეტად იზრდება სპორტული მიღწევები და ამას ხელი უნდა შეუწყოთ. ჩვენ გვყავს ნიჭიერი ხალხი, ნიჭიერი ბავშვები და რა თქმა უნდა მაქსიმალურად ხელს შეუწყობთ მომავალშიც ბავშვების, განსაკუთრებით ბავშვების სპორტში ჩართულობას. უნდა გაიზარდოს მომავალი თაობები სპორტში, რომლებიც კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეებზე აიყვანენ ქართული სპორტის მიღწევებს.